და კიდევ ერთი მაღალჩინოსნის ადგილმდებარეობაზე განცხადებას ავრცელებს კახა-კუკავას პარტია. თავისუფალი საქართველოს ინფორმაციით საქართველო ასევე დატოვა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა ირაკლი ეზოგბაიამ. გია ყურაშვილის მტკიცებით საქართველოს რკინიგზის საქმიანობის ყველა სფეროში მნიშვნელოვანი დარღვევებია. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი კი ჯამში მილიონობით ლარს აღწევს. ამასთან დაკავშირებით პარტიამ მთავარ პროკურატურას ოფიციალური განცხადებითაც მიმართა, თუმცა საქმეს გაგრძელება და მსვლელობა აღარ მისცემია. დღეს მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა საქართველოს რკინიგზაში. ის მივიდა პრესსამსახურში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა კომენტარის მიცემისაგან თავი შეიკავეს, თუმცა პირად საუბრებში დაადასტურეს, რომ ირაკლი ეზოგბაია ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება და ის მივლინებაშია წასული. მე რამდენი ხანი არის განვაცხადე არაერთხელ, რომ ირაკლი ეზოგბაიამ ასობით მილიონი დაიტაცა საქართველოს რკინიგზიდან და ამის შესახებ ფინანსური პოლიციის აქტები შევიტანა საქართველოს რკინიგზაში, თუმცა მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ამ აქტებს არ მიეცა მსვლელობა, ასევე შემიძლია განვაცხადო, რომ მთლიანად საქართველოს რკინიგზა არის ავარიულ მდგომარეობაში და ჯიუტად აი ამ შენობიდან არაერთხელ აცხადებდნენ, რომ საქართველოს რკინიგზა ყვავის, საქართველოს რკინიგზა ვითარდება და წუღელ ღამით ბატონი რკინიგზის ხელმძღვანელი ირაკლი ეზოგბაია წავიდა თავისი რკინიგზის სამსახურის მანქანით ბაქოში და შემდეგ მანქანადამ ძღოლი დააბრუნა ბაქოდან უკან და წავიდა საქართველოდან.